მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვამზადებ ნოტიო და მძიმე პასკებს. ეს არის 10 კვერცხიანი პორცია, ვისაც გნებავთ გამოწყობა, გამომყევით და ერთად მოვამზადოთ. მოვამზადოთ პასკის დედა. 400 მl თბილი რძე, 110 გრამი ცოცხალი საფუარი. გავხსნათ რძეში. 4 სუფრის კოვზი შაქარი, 5 სუფრის კოვზი ფქვილი. გავხსნათ კარგად. დაველოდოთ საფუარის გააქტიურებას. 10 კვერცხს დავუმატოთ კილო 200 შაქარი. გავთქვიფოთ მიქსერით. გათქვებილ გოგლიმოქს დავუმატოთ 600 მl თბილი რძე, 200 გრამი არაჟანი, გააქტიურებული საფუარი, $100 მl ზეთი, 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მარილი, ილი, მუსკატი, დარიჩინი, მიხაკი, 4 გრამი ვანილი, 1 ლიმონის ცედრა, შაფრანის ნაყინი, კონიაკი. დავამატოთ 3 კილო ფქვილი. ფქვილს ვიყენებ ლა ფამილიას მწვანე შეფუთვას. $400 გრამი ნაღების კარაქი შევაზილოთ ხელით. ჯამში დაჭირდა სულ 3 კილო ფქვილი. შევაზრე ახლა და იქნება იდეალური ცომი. მივიღეთ ესეთი ცომი. დაველოდებით ცომის საფუებას. უკვე გარეცხილ და გასუფთავებულ ქიშმიშს დავაყაროთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი, თეთრი ქიშმიში არის 300 გრამი, შავი ქიშმიში 200 გრამი, ზეთიანი ხელით ჩავზილოთ. დავაფაროთ სტრეიჯი და დაველოდოთ ცომის საფუებას. შეხედეთ რა კარგად გამოიყურება. პირველად დაჭირდა მეგობრებო 2 საათნახევარი ცომის ამოსვლას. ეხლა 3 საათნახევარი. არ შემიფუთია თბილად, მარტო ერთი და ისეთ ჩაისტილო გადავაფარე. შეხედეთ რა კარგად ამოვიდა. ეხლა გადავიტანთ ფორმებში. ესეთი ქაღალდის ფორმები მაქვს პასკის, ნახეთ, 500 გრამიანი. ავწონე ახლა სათითაოდ ცომს და ისე ჩავდებ ზეთიანი ხელით.
ჩაზელვა არ ჭირდება ეხა, პირდაპირ ამოვიღებთ და ისე ჩავდებთ აი ესე ნაზად. 500 გრამიანში ჩავდებთ 550 გრამს. ცოტა მეტი თუ იყო, არ აუშავს ოდნავ. ეს არის 560 ამ წუთში. აი, არ უნდა ნახევრამდე არ უნდა ადიოდეს, სასწორით რომ არ კონდეს, ფორმის ცოტა ნახევრის დაბლა უნდა იყოს. ამ პორციიდან გამოვიდა 12 ცალი 500 გრამიანი პასკა და 300 გრამიანი. ეხლა დაველოდებით რომ ფორმებში ამოვიდეს, დავაფარებ ზემოდან რომ არ გამოჩნდეს ცომი. რომ ამოვა, შემდეგ გამოვაცხობ. წავიღოთ გამოსაცხობად. წინასწარ გახურებულ ღუმელში ვაცხობთ ქვედა წვაზე 160 გრადუსზე დაახლოებით 45-1 საათის განმავლობაში. გავიდა 50 წუთი, ჩემი პასკები უკვე გამოცხვა. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.